წმინდა გიორგის ამხაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო მუნდირის გულის ჯიბეში მიაგნეს. ეს ფაქტი მოწმობს, რომ გენერალი, რომლის სახელსაც დემოკრატიული საქართველოს პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები უკავშირდება, სამშობლოსა და ქართველი ერის გადარჩენას განსაკუთრებით სწორედ წმინდა გიორგის თხოვდა. დღეს სიწმინდე, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობაც შეემატა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სხვა ექსპონატებთან ერთად გამოიფინა. სული არის გიორგი კვინიტაძის პირადი არქივი. ეს არქივი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ნივთებს. ნაწილი მათი არის მემორიალური ნივთები, მაგალითად გიორგი კვინიტაძის ჩოხა, სამხედრო მუნდირი, ასევე არის აქ წარმოდგენილი მის მიერ ხელნაწერი მისივე მემუარული მოგონებები, წერილები და სხვადასხვა ხასიათის მიმოწერა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასევე ნივთი არის მისი პირადი ხატი, წმინდა გიორგის ხატი, რომელიც როდესაც ოჯახმა ხელნაწერი უცხოეთს გადმოსცა მის სამხედრო მუნდირი, მას ედო გულის ჯიბეში. მისი პიროვნების და ბიოგრაფიის შესწავლას ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მისი ფსიქოტიპის შესასწავლად, მისი პიროვნების შესასწავლად, მისი შეხედულებების შესასწავლად და ასე შემდეგ. სიმართლე თებერვალზე ამ სახელწოდების გამოფენაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელთან დაკავშირებულ ექსპონატებთან ერთად ის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, წერილები, აუდიო ჩანაწერები და იმდროინდელი პრესიდან ის პუბლიკაციები წარმოადგინეს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს, საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. დღეს ჩვენ საზოგადოებას ჩვენი ემიგრანტული არქივებიდან შევთავაზებთ ექსპოზიციას სიმართლე თებერვალზე. ამით ჩვენ ემიგრანტულ პრესას დავესწრეთ ამ სახელწოდებასაც და გვინდა რომ ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს შევთავაზოთ საარქივო მასალა, რომელიც დაეხმარებათ ამ დღის არსის გააზრებაშიც და სამომავლო კვლევებში ყველაფრის ჩართვაში. წარმოდგენილი არის საარქივო დოკუმენტები, პირადი ჩანაწერები და შეფასებები 25 თებერვალთან დაკავშირებით, ასევე ემიგრანტული პრესა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიღმა არ წყვეტდა ამ დღის შესახებ მსჯელობას და შეფასებებს, მემორიალური ნივთები, რომლებიც უკავშირდება ცნობილ ემიგრანტ მოღვაწეებს და გარდა ამისა რადიო თავისუფლების უნიკალური რადიოგადაცემების ჩანაწერები, 2 ფრაგმენტი არის მოტანილი ამ შემთხვევაში, რომ სამომავლოდ ის გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა როგორც არსებული მასალა სამომავლო კვლევებისათვის. როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, მისი მიზანია ადამიანებს შეახსენონ საქართველოს ისტორია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ცოდნა რეალური მოვლენების შესახებ და ვერავინ შეძლოს მათთვის გაყალბებული ისტორიის თავზე მოხვევა. გასაოცარია ისიც, რომ არა მხოლოდ უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის, არამედ სამწუხაროდ ფართო საზოგადოებისთვის, ასევე ზოგიერთი მკვლევარისთვისაც კი არ არსებობს ზედმიწევნითი ცოდნა, თუ როგორი პიროვნებები იდგნენ გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატეს სალიების, სახელებისა და გვარების მიღმა. ექსპოზიციის მიზანი სწორედ მწარე და ტრაგიკული ისტორიისა და მათი გმირების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაა. გვინდა რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დავაფიქროთ, რა არის ოკუპაცია, ეს რომ არ არის მითი, რა ფაქტებს ეყრდნობა ჩვენი შეფასებები, რომ ეს იყო შავბნელი დღე და მართლა ძალიან აუბედითი ეპიზოდი, რომელმაც დღევანდელობაზეც იქონია ძალიან დიდი გავლენა. ახალი და უახლესი ისტორიის კვლევრებისათვის არის უკვე ცნობილი სახელები, ნინო და კალისტრატეს სალიები, თამარ და აკაკი პაპავები, მიხეილ ხუნდაძე, ასევე ივანე ნანუაშვილი. მაშინ როდესაც ფართო საზოგადოებას გნებოთ პედაგოგიურ სფეროს, საქართველოში არაფერს არ ეუბნება ეს სახელები. ისინი არიან ემიგრაციაში მოღვაწე ქართველები, რომელთა მხრებზეც გადაიარა იმ საინფორმაციო ომმა, გნებავთ კულტურულმა ომმა, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ დასავლეთში. 24 და 25 თებერვალი საქართველოსთან ძალიან დიდ კივილთან ასოცირდება. ზოგიერთისთვის ეს უცნობია, ისტორიის უცოდი ნდობა გამოიხატება. ამით მე ვფიქრობ, რომ 24 და 25 თებერვალი არის საქართველოსთვის უმძიმესი თარიღი, როგორც უახლოეს ისტორიაში, ასევე უძველეს ისტორიაშიც და ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი შთამომავლები დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან ამ თარიღთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდ დამოკიდებულებაში და მომავალ თაობებსაც ეცოდინება თუ რა ტკივილი გადაიტანენ მათმა წინაპრებმა ამ დღეებში. ეს არის საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დღე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი როგორც ადრე, ასევე დღესაც გარკვეულწილად ზეიმობს ამ დღეს. თუმცა ეს მე ვგმობ ამას და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველისთვის ეს უნდა იყოს გლოვის დღე.
აღსანიშნავია, რომ გარდა გამოფენისა, ასევე საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ლექციები და დისკუსიები მოეწყობა. ექსპოზიცია სახელწოდებით „სიმართლე თებერვალზე“ 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მის გასაცნობად ნებისმიერ დაინტერესებულ დამთვალიერებელს შეუძლია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმროს.